თეოლოგიის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესწავლაზე სპეციალური კომისია იმუშავებს, შესაბამისი გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა მიიღო. კომისია დეტალურად შეისწავლის სტიქიის შედეგებს და მიყენებულ ზარალს. კონკრეტული გადაწყვეტილებები ამის შემდეგ იქნება მიღებული. თეოლოგიის შედეგად დაზიანებულ სახლებს სახელმწიფო აღადგენს, ხოლო მოქალაქეებს, რომელთა სახლებით შეკეთებას არ ექვემდებარება, ალტერნატიული საცხოვრებლებით უზრუნველყოფენ. დაზიანებული სახურავების შეკეთება და მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყება და მოკლე ვადებში განხორციელდება. პრემიერის გადაწყვეტილებით შეიქმნება ზარალის დამცვლელი კომისიები, რომლებიც შემდგომში დაითვლიან ზარალს თუ რაოდენობის ზიანი მიადგათ ამა თუ იმ ოჯახებს. მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაიწყება სამუშაოები, ეს გულისხმობს სახურავების გადახურვას და იმ მცირე ინფრასტრუქტურულ ზიანს, რომელიც მიადგათ ამ ოჯახებს. ამასთან დაკავშირებით ყისიერად მუნიციპალიტეტები დაიწყებენ მუშაობას, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც უშუალოდ მდგრადობას ექნება საფრთხე, კონკრეტული შენობა ნაგებობის სახლის, ან უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გვაქვს დასკვნა ან ერთ შეხედვითაც ჩანს, რომ უსაფრთხო არ არის ცხოვრება, ამ შემთხვევაში ესეთი ოჯახები გავიყვანთ, მუნიციპალიტეტი გაიყვანს ქირით, არავინ არ დარჩება რასაკვირველია ჭერის გარეშე და ამ შემთხვევაში დაითვლება ზარალი და მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.